დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. აფები მოგვემატა ჩვენს ხურაზე, ბაიაბა გასინჯე. უნდა კიდე ცოტა. უნდა. მოიცამეს ნამდვილად უნდა ძალიან არ ჩაგვეშალოს. იცი რა, მაინც იკვნიტება და უნდა მოიკვლიდეს ცოტა. არა. მე როგორც ვატყობ უნდა. ცოტა უნდა. ცოტა. არ უნდა. ალდენტე ეს არის. აი 2 წუთი მე კვაჭიქე 2 წუთი. გინდა ჩავამატო. არა, всё, ეგ აღარ გვინდა. კარგით, მაშინ ჩვენ ველოდებით კიდე რიზოტოს, მეტი ნამდვილად აღარ უნდა გვანც. აი, ნახევარი წუთი 30-მდე დაითვალე, მანამდე ახსენია ზატო დაყარე ეს თხილი. არა, სხვა რაღაცას ვარ. არა, ამას აღარ ვასწავლე. კი ბატონო. მომე მოგაცილებ. და მე დავიწყებ ამ ნიუ-ორლიანური სპეციის გაკეთებას, უბრალოდ სუნელებელის ნაზავია, სანელებლების ნაზავი. იგივე ნაზავი, როგორც ჩვენ გვაქვს, მაგალითად ხარჩოს სუნელს რო ვეძახით და ბევრი სხვადასხვა სპეცია რომ გვაქვს ერთად. იგივე როგორიც არის ქარის სუნელი. ესეთივე არის ნიუ-ორლიანული სუნელი. ანუ ეს რომელი? აი ესა? აი ახლა რასაც გავაკეთებ, ყველაფერი ერთად. მიქს აკეთებ. მიქს ვაკეთებ, ხო, ან ნაზავი იქნება ბევრი სპეციების. რა მაქვს აქ? აქ მაქვს ორეგანო, შავი პილპილი, წვრილად დაფქვილი, თეთრი პილპილი, ესეც წვრილად დაფქვილი, ნიორი, ხმელი ნიორი დაფქვილი და პაპრიკა. წიწაკა ვთქვი, აჩი? არა. წითელი წიწაკა და პაპრიკა, ორივე. ხომ არა, წითელი წიწაკა ხრება ხოლმე და. მოკლედ შავი წიწაკა და თეთრი წიწაკა, წითელი წიწაკა და ტკბილი წითელი წიწაკა, ისა რა ქვია, ნიორი, ხმელი ნიორი დაფქვილი და ორეგანო. დავიწყეთ. ქალბატონებო, ამას მოაქციეთ ყურადღება, არ ვიცი, სადამდე უნდა დაშრეს და. პაპრიკა გვინდა 2 სუფრის კოვზი, ჯერ იყოს ცოტა ხანი. დაახლოებით ნახევარი ორეგანო. წითელი წიწაკა ბლომად გვინდა, მაგრამ თუ მწარე არ გიყვართ, ეს სუნელი მწარეა, აჩი, ბოდიში შენთან ცოტა ცხარეა. მას არ ამოვიღებ, კიდე 2 ბლოკია წი? სადაც 1 კოვზი უნდა. ნიორი 1 კოვზი, სადღაც სუფრის კოვზი. და 1 ჩაის კოვზი, შავი პილპილი, წვრილად დაფქვილი მხოლოდ. და იგივე რაოდენობის თეთრი პილპილი. არ არის ჩემს ოჯახში სხვა შორის მობრძანებული ჯერ და. ხო და შემოაბრძანეთ. რატო არომატულია და არომატულია ძალიან კითეც, ხმარობენ ხოლმე ისეთ მერიკო გამორთოთ ბრინჯი? არა, ბრინჯი არ გამორთოთ. სხვა სუნია. ჩავამატოთ სოკო? ეხლა ჩავამატოთ სოკო. მოკლედ რიზოტოს ვასრულებთ ახლა. ეს ბრინჯი ჩვენი მოიხარშა. ვამატებთ მომზადებულ სოკოს. თავისი წვენით და თავისი ყველაფრით. სანამ რეკლამაზე ვიყავით, ცოტა ქონდარი დავამატე, მე ხმელი ქონდარი ამ რიზოტოს, მაყურებელმა რო იცოდეს. წიწაკა მომივიდა ბევრი. ბევრი წიწაკა მოვიდა. არა, იცი რა, თეთრი წიწაკა. ამერ არ უნდა ქნას მერიკო. პარმაზანი, გახეხილი პარმაზანი. და მზად არის? ცოტა ხანი ჩადნეს ახლა ეს პარმაზანი. ხურას მე დაუწიე სპეციალურად. ოხრახუში გვინდა. ოხრახუში ცოტა შიგნით ჩავაჭროთ, ცოტა გარედან მოვაყაროთ. ესე. ეგ ამოურია გვანც. მინდა გითხრათ, დღეიდან თეთრი წიწაკა იქნება ჩემი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი. იცი რა, იყიდება ყველგან არის. ვიცი რომ იყიდება, დაფქვილი სახით წიწაკა. ძალიან განსხვავებული სუნი, სხვა შორის ძალიან რაღაცნაირი საინტერესო და ცხარეა და მარტო თეთრი რო ვიხმარო ხოლმე ხანდახან აუცილებლად არა, სხვადასხვა რაღაცაა, მაინც განსხვავებული არომატებია. არა, განსხვავებულია, მაგრამ ხო, უპირატესობას ანიჭებ, ის შეგიძლია იხმარო. ძალიან გაგვიცხალდა უკვე იწვის. გადმოდით. ოკეი, ბევრი ამიხდება აქ, აქეთ თხილს ხალა და რას გამჭირდება ეს თხილი, მაგას გაჩვენებ ცოტა ხანში. ხო, ჩვენ არ დაგვისვია კითხვა და ნამდვილად არ ვიცით თხილი რისთვის უნდა. ცოტა ხანი. ეს მზად არის უკვე. მეტი არაფერი არ ჭირდება, შეგვიძლია გადმოვიღოთ. მოდი, სხვა თეფს გვავნახავრო, ცოტა პრეზენტატიული იყოს. ბაიკო, აი აქ გვაქვს. რა აქვს? ანუ არ გავრეცხო ეს სასწრაფოდ? ჩადნა ყველი კარგად? კი. გადმოვიღო, მერიკო? გადმოვიღოთ. აი. არა, უშავს მაგას. ცხელია და მეშენია. თლიანად? ესე გვანს მაგაში მაინც მოგეხმარებოდა.
ცოტა ხრახოში ამასაც გადავაყაროთ. ერთ-ერთი ცოტა შევალამაზებ. და დაუბრუნდეთ ჩვენს სუნელს, რომელიც უკვე თითქმის მზად არის. ავურიოთ უნდა ეს ერთმანეთს კარგად. ანუ მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ეს არის გარნირი. მართალია უგემრიელესა და ცალკეც ალბათ ძალიან ჩვენურად შეიძლება მიირთვა, მაგრამ ეს არის პრინციპში გარნირი, რომელიც იქნება თევზთან ერთად შემოტანილი, ხო? თევზთან იქნება ფანტასტიკური აკომპანიმენტი. არა, უთევზოთაც რა თქმა უნდა, მაგრამ ამჯერად გასინჯეთ. დაიშვენეთ მოვიდე? არა. არა მოიცადები მა. მოვასწრებ. ჯერ ფოტოსესია. ვიქცევთ 5 წუთს. კეთკეთ. მომზადდა ეშვენი სუნელი და ეხლა რას ვაკეთებთ? თევზი, ორაგული მაქვს აქ, ორაგული, წითელი ორაგული. უნდა ამოვალოთ ამ სუნელში კარგად, რომ სუ დაიფაროს ორივე მხრიდან და ტაფაზე მაღალ ცეცხლზე უნდა შევწვათ. ცოტა ხანი ჭირდება, ძალიან დაახლოებით 2 წუთი, 2.5 წუთი. მე მიყვარს ცოტა უმირო არის თევზი შიგნით, ცოტა. ერთი შეკითხვა მაქვს. მანდ არ გაგვიკეთებია მარილი ჩვენ ამ მიქსში. არ ყოფილა იმიტომ მარილი. თევზი აქვს თვითონ მარილი. ეს დამარილებულია უკვე თევზი და აღარ გვინდა მარილი, ხო? გასაგებია. და ამოვგანგლავთ ახლა? ამოვგანგლავთ. აი ესე. აგზეთი ცოტა? ცოტა კი აუცილებლად. ამ ფილმა იცი ძალიან ეშმაკურად მიწვას სხვათა შორის. აი რო არ ელოდები და თითქოს ყურადღებით ხარ, მაგას ეყოფა კიდეც მე მგონი. ხო, იმიტომ რომ კანი მოძრა. დავასხა ზეთი უკვე? ზეთი დაასხი ცოტა. რასიჩუმეა, მხოლოდ ჩვენი ღუმელი გვამცნობს რომ გამოერთო. ხო ეს დიმა მოდის და მე აგდებთ და მეორე ნაწილში გასვენებ. რომელია მერიკო? აჰა. მე ვიწერ აგერ ხან მერიკო რაღაცას განსაკუთრებულს როცა აკეთებს ხოლმე კი არა, მაგრამ შეგრძნება რომ აი ხა საჭმელი და რაღაც არის. აი რაღაცა ძალიან მაღალი საინტერესოს და რაღაცას მეზიარები ხოლმე. ძალიან მაღალი ვაჩი. შეკიკვეთა. კი ბატონო, არის ძალიან მაღალი. ბატონო. აი ხა სუნელები უნდა დაიმახსოვრო, იმიტომ რომ ეს სუნელები ჩვეულებრივ თევზზეც რო წავ ხოლმე კი, რა სახში. თქმა უნდა, ძალიან გამოგადგება და არა და ეს სუნელები კალმახს უხდება ძალიან ჩვეულებრივ და კალმახს. დრო თუ გვაქვს და თუ არის საშუალება კიდე ერთხელ ჩამოთვალოთ სუნელები, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვაკეთებდით ერთად და მე ვერ გავიგე რა სუნელებია ეგ. აუცილებლად მოიცა ამ ერთსაც თავდებ და ხო თეთრი წიწაკის გარდა პრინციპში ოჯახში ყველას აქვს ხოლმე ის რაც სხვათა შორის ეს სუნელის მიქსი შეგვიძლია ესე გავაკეთოთ, შევინახოთ. კიდევ ერთხელ როგორც ხარჩოს სუნელი გვაქვს სახში, ისე შეგვიძლია გაკეთებული შენახული კონდეს და ქათამს უხდება, თევზს უხდება ძალიან. რა გვაქვს ახლა შეგით? გვაქვს პაპრიკა. პაპრიკა გვინდა დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. 1 სუფრის კოვზი გვჭირდება ორეგანო. 1 სუფრის კოვზი გამხმარი ნიორი და დაბქვილი. 1 სუფრის კოვზი, მაგრამ ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა, წითელი მწარე წიწაკა, ისიც წვრილად დაბქვილი. 1 ჩაის კოვზი გვინდა შავი პილპილი და 1 ჩაის კოვზი გვინდა თეთრი პილპილი. ეს ყველაფერი ერთმანეთში უნდა შეურიოთ და უკვე გვაქვს აი ეს სუნელი, რასაც ამდენ ხავს საუბრობდით. რომელიც მე მგონი ხორცსაც მოუხდება. ხორცაც უხდება ალბათ. მე აროს არ მომისინჯავს ხორცთან. უფრო ქათამი თევზი. და თევზს აშავებსო ეს არის? აშავებს, აი ხა გაშავდება. გარუჯული ეს ფერი ბოლი კი არ აქვს გაუკვირდეს მაყურებელს, ეს ძალიან ნორმალურია. ეს ერთი სუნელები იწვის. ხო, იმიტომ რომ თვითონ სუნელები იწვის. და რა თქმა უნდა შენ თეთრი თავზე წერისთვის ამდენად ნორმალური. ნუ ალბათ თეთრი წერისთვის, მაგრამ სამზარეულოს თეთრი წერი გვაქვს? არა, ისე მეკითხულობ. ან გამწოვი გვაქვს. გამწოვი გვაქვს. მერიკო თავს შენ არ ახურავ რა. არა, თავზე არ ვახურავ ამას. აი ესე. კარგად დაიწოება. და გაუკეთდება ესეთი ხრატუნა და მე 1-2 დღე სახლი გაანიავე და იქნება კარგი. არ არის გაუკვირდება თევზი. არა, ფერი თევზს არ შველი. არა. ერთი რაც უნდა დავიმახსოვროთ კიდევ რომ თევზი არ უნდა ვატრიალოთ, ეს ალბათ ვიცით, მაგრამ მაინც არ ბევრჯერ არ უნდა ვატრიალოთ. ხოლმე ერთხელ უნდა გადმოვატრიალოთ კი. სადაც ბევრი აქვს ნატრიალები მაქვს. თევზი არასდროს არ შემიწევს, გონია რომ არ გამომივა. თევზი? რატო? რა ვიცი.
ხო ხედავ როგორი მარტივ. აი ხედავ როგორ როგორი შეიძლება შავია. გვანცაში რამე არ გამოგივიდეს. ეს არ არის დამწვარი, არის ფიქრობ რომ ეს არის დამწვარი, ეს არის სუნელები არის თვითონ დამწვარი და სუნელებმა მე არ გააშალა. ვიფიქრებ, არა, სტუმარსა მიუტან, ხო იტყვის, ესა დამწვარი. ნუ დააგემოვნებს მიხვდება რომ რაზიას. არა, აქ დამწვრის გემო? აი გასიჭა. აი, ეხლა ვარ სკეპტიკოსი ამ წუთში. აი გასიჭა და მითხარი. დააგემოვნეთ და რატო არ მომიყევით? შესავალი რატო არ გამიკეთეთ? აი, აი, სუფთა. ჩანგლებს გაძლევ. აი, ჩანგლებს მოგცემს მერიკო და მერიკო აი კეთდეს თებში და მეწამაზეც არა ვარ ხო შენი ეს. ალბენტე ბრინჯი. ბრინჯი როგორია. აცი შენ არ გინდა? აუცილებლად თებში. იყოს აი არა, რატო? გავიყო. კარგი, დიდი მადლობა. აბა. მინდა რომ დავტოვო. სოკო, აბატონა. ესენ თვითონ თევზებს გვარა. მომცეთ წამით. მე ვიწერ ბაიას რაღაცებს გინდა გითხარ რაღაცე. ვიწერ ბაიას რაღაც. არ გინდა. კი. აი ბოლოს ავიკითხო მას. იცით რა არის? მოგეწონათ? მე რამჭირს ახლა არ ვიცი ალბათ არსებობენ კიდე ჩემნაირები ხო მარტო არ ამგონია ვიყო ეგეთი ორიგინალური მიყვარს იცით როგორი თევზია ნაკლებად ფრხიანი ორაგული კი ბატონო აი კალმახიდან დაწყებული ვერ ჭამ ფრხიან თევზს რა ვქნა ბავშვობაში გამეჭე და იმის მერე რაღაცა სტრესი მაქვს და ფრხიან თევზს ძალიან ვერიდები ბევრია. იმ ადამიანისთვის ეს რასაც ახლა ჩვენ ვაგემოვნებთ არის იდეალური საჭმელი ფაქტურად სადილი არის, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და არაფერი ამას არ ჭირდება. თუმცა უნდა გვავიწყდება, რომ ეს არის გარნირი და ვისაც თევზი უყვარს, მისთვის კიდევ უფრო პიკანტური იქნება. მაგრამ დამოუკიდებლად შეიძლება როგორც ცალკე სადილი გააკეთო. ანუ ეს შემიძლია ამით ვისადილო. მეც ვიტყვი რომ ზოგადად სოკო მიყვარს, მაგრამ აი ეს ბრინჯი რაღაცას სხვა რაღაცას უშვება ეს ბულიონი და სხვა შორის ღვინოც რომელიც იგრძნობა. ძალიან გემრიელია. რაც მთავარია, შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომელიც ძალიან ნადულად მოსაპოვებელია და მოსამზადებლადაც აი მართლა ძალიან ნადვილია. რაც არა ხირო ღვინო ცოტა მეტი უნდა და აი მგონია რომ სახში რო გავაკეთებ ცოტა მე ვთვლი, აი დანა. კაცო? არა აქვს ღვინის გემო? არა. არა. არის თუ გემრიელის, მაგრამ ღვინის გემო არ აქვს. როგორ არა აქვს? კარგი, მე აქ, მაგრამ ცოტას კიდევ აიტანდა. შეგიძლიათ. შეგიძლიათ. შეგვიძლია ისე დავიმატოთ. დიმიტრი, მოდი ერთი თევზი გადმომაღებია რა, მოგვენატრე აქეთ. გაგვებუტა. გაგვებუტა, ბუტე გაგებუტეო თქვა. მზად არის მერიკო? კი, თევზი მზად არის. აქ თამხარეც გაშავდა ხო? გაშავდა. დიმა, მოდი თევზი გაგვისინჯე. დიმა. იმა. მე ვიცი ახლა რასაც ფიქრობ, სულ თქვა მაგლა ვერ ვიტყვი ეთერია. აი რო ვეძახი უკვე ვიცი პასუხი რა. კიდევ ერთხელ მაყურებელმა არ იფიქროს რომ დავწვით. ეს იყო მაგრამ ფოტო მაინც უნდა გადაუღო. გაშავებულიყო. ფოტოს ვის ვიღებ? გაბუტულ ძიმას. გაბუსკნულს. გაბუყნოს. გაბუსკნული ჩაიწერე? განცდის ბოლოს უნდა წავიკითხო ყველაფერი. რაც სუნი არა აქ დამწვრის. როგორ არა? არა. არა აქვს. ახ მოდის და. არა აქვს. არა, შეწვის სუნია და არა დამჭერ. შეწვის ხო, დამწრის. არა, ნახე ხაწვისო თქვა. ვიზუალურად შეხედე როგორია. მე აი ბაიამ ერთი ბაიამ რა თქვა გეტყვი ხა. მე არ ვიფიქრე, მაგრამ სტუმარს რომ მიუტო არის, თქვენ რომ შავიაო? ჩაწერილი მაგ. ამ თევზსაც ჭირდება გარნირი დამეთანხმებით ალბათ და ძალიან გემრიელ და საინტერესო გარნირს შემოგთავაზებთ დღეს. პრასი სწორედ მაგისტრის მაქვს. პრასი. ბაიკომ იმ ბაიკოზე დღეს განაწყენებული პრასი. ხო, ბაიკომ იმ დღეს ისი ახსენა პრასი. მიყვარს იცის. უბრალოდ იცის ხო და ხა ამ ფორმით უფრო შეგიყვარდება შენ ეს პრასი. მოდი. შინაურულად. პრასი და თხილი ერთმანეთთან კავშირშია? კი, პრასი და თხილი ერთმანეთთან აბსოლუტურ კავშირშია. და თხილს არ გავაცალო კანი მერიკო? ათხოვე? თხილს კანს თუ გაცლი ძალიან კაი ბიჭი აუ, მე იქნებიათ. მოგეხმარებით. აი. იმერეთში ნიგზის მაგივრად ხშირად თხილს ხმარობენ ხოლმე და მე თხილის პრასი ხალი დამიგემოვნებია იქ და არის რაღაცა ჭყუის შესაშლელი გემრიელი. ხალი მერე. კი, რა თქმა უნდა. თუმცა ალახები. უი არ არის, კარგად გადაცხილი, აბა გადავრაცო. გარეცხილი კი აქვს, მაგრამ გაზრდის დროს ხო. ეს მაშინ უნდა გავჭროთ.
აჩიკო ბატონო. გაგეხმარო? არა, გვანც არ შეგაწუხებ, ძალიან მარტივი არის. უბრალოდ არ მინდა მაგიდა დავსვარო და აქვე მირჩევი. არ დაისვრება პირდაპირ ხელით. ხო, ესენი კი. სუფთაა. ესენი ყველა სუფთაა. მართალი ხარ ბაი, აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ვაი მე რაღაცა გამახსენდა. ვიცი. სასაფლაოების სიყვარული იცით ჩემი. აი რომ და მახსოვს იმერეთში ვიყავი, არ მახსოვს რომ საით მხარეს რომელ სოფელში და წავედი ვისეირნე სასაფლაოებს, იმიტომ რომ მითხრეს რომ იქ საოცარი წარწერებია და პრასზე გამახსენდა. არა, დღე იყო რა თქმა უნდა და არა, მათქმევინე. და მახსოვს ესეთი წარწერა რომ პრას რო შეჭამთო თითი გადაუსიტო, თორე ჩემნაირი დღე დაგადგებათო. ანუ მე მითხრეს რომ პრასო უნგრეთში სასაფლაოზე? ხო, სასაფლაოზე. იმერეთში. რა უნგრეთი? ეს შენ უნგრეთში ჩაიწერება. ჩავალიქაც წავალ, ხო? ხო და არა, და დამომახსოვრდა, პატარა ვიყავი და სახში მოვდი და ვიკითხე და მითხეს მარტო პრაზე კი არა, მწვანილსო საერთოდო ძირშიო მიწარჩება ხოლმეო და ანუ ეს იგულისხმებოდაო და ვინ რისგან გარდაიცვალა არ მახსოვს, მაგრამ პრასთან ასოცირება ესამაქროს ჭამის წინო ესეო უმად ჭამაზე იყო ლაპარაკი, თითი გადაუსვი და ისე შემჭამეთო. აბა შენ რუიში რო წახვიდე სასაფლაოებზე მე ნახე ბაიკური. მე ძალიან დავფიქრდი, ახლა რა რითი გარდაიცვალა ეს ადამიანი, რომ ეგეთი წარწერა გავაკეთე. ალბათ თუ მოიწონა. დავიწყე ხა, მაგების მოყოლა. მოიწონა. მაგრამ ტალახით არ ამგონია მოწამლულიყო. ხაშერის დათო ტურაშვილი რო იყო ჩვენთან, მაშინ მე იცის მან აკუნინის ზუგსოვარ დროში, სიყვარული, ზუგსოვარ არა, დროში. ხო, აკუნი და მაშინ თქვა რომ ეს სასაფლაოს ისტორიები წაიკითხე, არ მქონდა წაკითხული და მე წავიკითხე და ხალხს წაიკითხეთ, ეს არის რაღაცა სასწაული, აი პროზის ძალიან მაღალი რანგის ნიმუში რაღაცა არაჩვეულებრივი. ესე იგი დაჭერით პრასი. პრასი გვაქვს და შუაზე გაჭერი მხოლოდ? ხო. ბრუსელის კომბოსტო, რომელიც მე არასოდეს არ გამიგებია. რომელიც უკვე ჩვენთან ძალიან უხვად არის მარკეტებზე და მე ბევრია. ყველას გირჩევთ რომ აითვისოთ. უგემრიელესება ძალიან კარგი. ფანტასტიკური. ხო, და ძალიან კარგი გარნირია, ჯამთელი და გემრიელი. როგორ ვაკეთებთ? ახლა პრასის და ამ ბრუსელის კომბოსტოს გარნირი მინდა გავაკეთო, ისიც ღვინოში და კარაქში. ცოტა ზეთიდაც და კარაქი მაქვს ტაფაზე. დავაწყობთ ამ ჩვენ პრასებს. ხერა გლამაზად აწყობთ ამ თელებს. ხო, აი მთლიანად ამას არც გავჭრიდი, შენ რო არ შეგემჩნია რომ შეიძლება რაღაც ყოფილიყო იქ. გადაუსვი ხელი. გადაუსვი. ხო, გადაუსვი თავზე. ეს ბრუსელის კომბოსტოებიც მოვუწყოთ. თორე მოხდები ჩემ დღეში. ძალიან რაღაცა რიგინაური. და კიდე ჩავდა ესა. იცი არეტევა. აიკო. არ გამზადდება. გემრიელი იქნება. არ გამზადდება. ანუ თანაბრად ყველაფერი ვერ შეიწება და იმიტომ. და აქაც მინდა ღვინო, რომელიც ძალიან უხდება. მე ეს რაღაცა ძალიან ღვინო ორიგინალურს ხო რო ყველაფერს უხდა, აი საერთოდ. აი ღვინო უნივერსალურია კულინარიაში. ბაიას უხდება ძალიან და დღეს პრინციპულად არ ხსოვს და დაისკი და ნიორი, შეგოდი არასო? უი ხო, იმიტომ მოყევი სასაფლაოს აი მე თქვენთვის კოქტეილი მაქვს. მართლა რა კოქტეილი? აი თევსთან რო წავა ისეთი კოქტეილი. ბაია. ისე რა თქვა კიდე ბაია, სასაფლაო არის სასწაული. მოგეთ ნიორი, ცოტა დავწყლიდე და ნიორი დავყარე. აჩიკო საწავიდა. კონდარი, დაჟილი კუთხეში მწკნის იმას რა ქერთხილს. თხილის წვნის. კონდარი უხდება. თუ ნედლი კონდარი გვაქვს თქვათ უკეთესი, მაგრამ ეხა სად ვიყავით? ვერსად. ვერსად. შებერვით ამოვასუფთავე. კიდე კარაქი უნდა. ამერიკო. აბატონო, მადლობა. უი, როგორი ქათქათა არის? თაქ-თახა? ქათქათა. თახ-თახა. ბანდალა. მარილი, რა თქმა მარილი. უნდა. აუ რა კილი. ლამაზია. ძალიან მაგარი რაღაცა მაქვს. ესეთი რაღაც ცოტა არასდროს არ მაღალი ცეცხლი გამისინჯავს გაიქნებოდა, თამამაჩი. ხო? არა, სხვა შორის არ უნდა ამას მაღალი ცეცხლი, ცოტა უნდა 9-ზე კი გაქვს დაყენებული, მაქსიმუმზე გაქვს დაყენებული. და თავსახური გვინდა? თავსახური და ეს იყოს აქ ცოტა ხანი. ნელიკო, კარგი. მაქსიმუმზეა დაყენებული თქო. მაქსიმუმ. ხო და იყოს. იმიტომ რომ ეს ძალიან სწრაფად არ სხელდება ისევე ბაბი, როგორც კიდე ეს ერთხელ ჩვენ. გასუნელები დააყარე. მარტო კონდარი უქენი ბაიკო და შავი პილპილი და მარილი. ღვინო, ბლომად კარაქი და ბოლოს უკვე ამასაც ოხრახუში. უიმე რაღაცა სასწაული გემრიელი იქნება. მოვთავთ.
რაც შევხობ კოქტეილს მე თქვენთვის მოტანილი მქონდა რაღაც ისეთი რეტრო კოქტეილია და საწაიღე. მაქვს აქ დაგიმატებთ იმიტომ რომ ღვინო გაათავეს თქვენი და თქვენობით ვლაპარაკობ, კონკრეტულად შეგიძლია მიმართო. ძალიან მარტივი კოქტეილია შეიძლება გაგისინჯავთ კიდე შპრიცერს ეძახიან ესეთი გერმანული და ავსტრიული კოქტეილი არ მინდა. არა ღვინო და გაზიანი წყალია ფაქტიურად ხლაფსო ძალიან გემრიელია დიმიტრი და არის ისეთი სუბუკი კოქტეილი ლანჩზე რომ უნდა მიიღო სუბუკი თუ აჩიკოს მიიღო. აი კახური ღვინო ხო შეურაცხყოფილად არ იგრძნობს თავს. არა ზად არის? ზად არის სულ ეგ არის ოღონდ მომეც ცოტას ჩავემატე. ცივი უნდა იყოს და ლიმონი არ გიდა ბაია. გინდათ ლიმონსაც ეს მოგწევ ცოტა ამას სხვა რა გრადუსი. არა მაგას არა გრადუსი კარგი მაშინ მივირთმევ. ლიმონათია ბაია. ფაქტობრივად. ლიმონათი არ არის ღვინოა ფაქტიურად სუბუკი ფორმით რომელსაც ლანჩზე აი მიირთმევ ესა? არ მოგეწონა ძალიან კარგი. ის ჯობდა არის ღვინო ჯობდა ღვინო და ლიმონი ერთად არ ვიცი, მაგრამ ნუ შეიძლება გავსინჯო. თბილი როა მაგიტო. ხო, ცივი რო იყოს. ხო თბილია ყველაფერი აი მაგის ბრალია მე. მადლობა ამერიკო, მაინც. კენოლი მე ძალიან დიდი მადლობა რომ შეგვიძლია ზრუნვა და გინდა რომ გაანგავალქროვანო ჩვენი ხო მე მეგონა თევსთან მოგეწონა ახლა თევზიც უნდა გასიჯო სანამ ეს ჩვენი გარნირი გამზადდება აქ მოიმარჯვეთ ჩანგლები სად მაგ? ნიდი კვანს განდობ. ერთი დანა გინდა ალბათ აბა პატარა ნაწილი. ზარლალალობა. ეს ფრიანი არ არის ეს თევზი აჩი ასე რომ ხო, ორაგულთან უფრო ისე ვარ. აჰა, ჩი. ой, დიდი მადლობა. მეგობრობ ორაგულთან კი. აბა აი, გინდა გაგასიჯო. არა მე თქვენი აზრი მაინტერესებს. მოდი მე შენი აზრი. არა, გასიჯე. მესამე ნაწილისთვის ერთი ბუთი ღვინო უნდა ბაიას კიდე. ჰა? რას ველოდები? კაია ძალიან მაგარი. მიაყოლე ხა გარნირი? ხო არ არის ცხარე არა საერთოდ ხარი არა, ძალიან პიკანტური გემო აქვს. აი ეს გარშემო ხრატუნა რაც გავუკეთე სუნელები. ეგ უნდა ეგ აბა გარნიში სრულიად განსხვავებულ გემოსაც როს მე გარნის ვინახავ იმ თევზისთვის ჩამარილებული რო არის, რო ჩაქვესკნელეთ. იცი რა შეგიძლია მაგრამ ნუ ძალიან კარგია მე ხო. ესეთ კარგია ბავშვი. არ ველოდი და ძალიან კარგია. არ ველოდი, ძალიან მაგარი. რეკლამაზე გავიდეთ, თორე პირდაპირ ეთერში ისე ჩავიდენ ცოდვას.